ხმაურით მოქალაქეების შეწუხება დასჯადი ქმედება ხდება. ის, ვინც იხმაურებს, გადაიხდის ჯარიმას. ამ წუთებში საკრებულოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც თუ ხმა 30 დეციბელს გადააჭარბებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმა მათთვის განსხვავებული იქნება, საჯარიმო თანხის ოდენობა ასევე განსხვავებული იქნება დღის და ღამის პერიოდებში. ნათია ქენქაძე ჩაგორთება საკრებულოდან პირდაპირ ეთერში. ნათია, თუ აქვს მოფიქრებული კანონის ინიციატორებს, როგორ და რა მექანიზმი დაითვლიან ხმაურის სიმძლავრეს? თამარ, ხმაურის სიმძლავრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღის განმავლობაში ეს შეადგენს 40 დეციბელს, ღამის განმავლობაში, ანუ ღამის 11-დან დილის 7 საათამდე კი დასაშვები დონე არის 30 დეციბალი. აი ამ ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან, ჯარიმის ოდენობა 150 ლარიდან 1000 ლარამდე არის, განმეორებით შემთხვევაში კი ეს თანხა ორმაგდება. რაც შეეხება მაკონტროლებელ ორგანოს, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ხმაურის დონე გააკონტროლოს არა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ საპატრულო პოლიციამ. აღსანიშნავია კიდევ ისიც, რომ თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ ვრცელდება მხოლოდ დედაქალაქზე, ის ითვალისწინებს ხმაურის აღკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით. იურიდიულ კომისიას წარმოდგენილი ექნება კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ხმაურის აღკვეთას. ეს შეეხება ხმაურს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. დღის საათებში იქნება განსაზღვრული, ეს იქნება დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე 40 დეციბალი სრული ნორმა, ხოლო ღამის საათებში საღამოს 11-დან დილის 7 საათამდე ეს იქნება 30 დეციბალი. ასევე შემოვა საჯარიმო სანქციები უკვე, რაც აქამდე არ იყო რეალურად და ეს იყო მკვდარი ნორმა კანონისთვის მხოლოდ და საჯარიმო სანქციები მოიცავს ფიზიკური პირისათვის დღის განმავლობაში 150 ლარს პირველად ჯარიმას, ხოლო საღამოს საათებში 300 ლარს. ასევე იურიდიული პირებისთვის პირველჯერადად ეს იქნება უпростоრეთ დღის საათებში იქნება 500 ლარი პირველჯერადად, ხოლო საღამოს საათებში იქნება უკვე 1000 ლარი. ხოლო განმეორების შემთხვევაში ეს ყოველივე გაორმაგდება. ეს არის აუცილებელი კანონპროექტი და თვალის ერთი გადავლებით, რასაც ჩავხედე, არის კარგი რეგულაციები, რომ ფიზიკურმა პირებმაც თუ იურიდიულმა პირებმაც უნდა იგრძნონ, რომ სხვა ადამიანებსაც აქვს უფლება. შენ რომ molხენილი ხარ და ფეირვერკების როლა გინდა შუაღამეზე, უნდა იფიქრო, რომ ამის გამო დაჯარიმდები და თუ ის არ გახსოვს, რომ ბავშვები ახალ დაძინებული ყავთ. უკვე მარაზმამდე იყო საქმე მისული, რესტორნებში ფეირვერკები ჰქონდათ მენიუში შეტანილი. 100 ლარს გადაიხდე და დააბრახუნებდი, როცა გინდა და ასე არ შეიძლება, ეს არ არის ორღობა, ეს არის ქალაქი და ქალაქში ცხოვრებას თავის წესები და კანონები უნდა და ეს არის ერთ-ერთი ქალაქური ცხოვრების წესი და კანონი. საკრებულოს ინიციატივით შემოდის რეგულაცია, როდესაც მოხდება, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერზე მამლეზე გავლენა ხმაურის დონის გადამეტების შემთხვევაში საცხოვრებელი სივრცეში, საცხოვრებელ გარემოში, მათ აქვს მომზადებული შესაბამისი მუხლები ადმინისტრაციულ-სამართალდამოვართა კოდექსში, რომელიც დაარეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ხმაურის დონის გადამეტება საცხოვრებელ ზონაში, ამ შემთხვევაში მოხდება ადგილზე დაჯარიმება იმ ადამიანის, ვისგანაც არის გამოწვეული ეს ხმაურის დონის გადამეტება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება 297-ის კაფეოდ განსაზღვრავს იმ რეგულაციებს და იმ დადგენილ ნორმებს, რაც ზოგადად უნდა იყოს დაცული როგორც ფიზიკური პირების მიერ, ისე იურიდიული პირების მიერ და აქედან გამომდინარე, აქ გამოითქვა საკრებულოს ყველაზე ასევე რეკომენდაციები, რომ ეს დოკუმენტი გარკვეულ შესწორებებს საჭიროებს, ანუ იქ გარკვეული რომ არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, დაინტერესებული უწყება, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული ამ კანონპროექტის განხილვაში. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ესწრებიან არა მხოლოდ საკრებულოს წევრები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან უკვე საბოლოო ვარიანტზე, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დიდი მადლობა, საკრებულოდან ნათია ქენქაძე საუბრობდა.